მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ. ვიმყოფებით ტულუზაში. ყველაზე ლამაზ, ყველაზე ფერად და გრანდიოზულ შოუზე ტულუზ გეიმ შოუ. შევიდეთ, ვნახოთ, დავათვალიეროთ რა დაგხვდება შიგნით. მე უკვე ვხედავ, გამოწყობილები არიან ახალგაზრდები, არა მარტო ახალგაზრდები, სხვადასხვა თამაშის პერსონაჟების კოსტიუმებით. ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზია უკვე აქავრობა. შევიდეთ და იმედია, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გამომივიღოთ. წამომყევით. ტულუზ გეიმ შოუ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპ კულტურისა და ვიდეო თამაშების ფესტივალი საფრანგეთში. ღონისძიება პირველად გაიმართა 2007 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. ტულუზ გეიმ შოუ აერთიანებს ვიდეო თამაშებს, ანიმე, მანგას, კოსპლეის, კომიქსებს, ფილმებს და ფან კულტურას. სტუმრებს ელოდებათ თამაშების ზონები, ტურნირები, VR, რეტრო კონსოლები, კოსპლეის კონკურსები, კომიქს არტისტები და სპეციალური სტუმრები. დღეს ფესტივალი ტარდება მითში, კულტურის თანამედროვე გამოფენის ცენტრში და ათეულობით ათას დამთვალიერებელს მასპინძლობს. ტულუზ გეიმ შოუ არის ადგილი, სადაც გეიმერები, ანიმე ფანები და კოსპლეიერები ერთ დიდ სამყაროში იყრიან თავს, ენერგიით, ფერებით და დაუვიწყარი ატმოსფეროთი. ნახეთ, ვისაც მონატრებული გვაქვს ძველი სათამაშოები, სონის ეკრანი. შვენიერი, მაგარია. მულტფილმებიდან მოწყობილია ესეთი 80-90-იანების ბავშვის ოთახი. ნახეთ, როგორი ლამაზია. იქ ვინ არის ჯონი დეპის პლაკატი. პოსტერი უკაცრავად. ძველი კოკა. და ძველი საინტერესო ნივთები, რომლითაც ჩვენც გვაქვს ნათამაშები ბავშვობაში. ლეგოები, ორსართულიანი საწოლი, თავისი ძველებური ტელევიზორი. მე გადავარდი ბავშვობაში. ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდა გითხრათ, ნახეთ რა აღმოვაჩინეთ, ყველამ ვიცით. Back to the Future, უკან მომავალში, ყველას გვიყვარს მე მგონი. ესეთ ფილმი. ძალიან მომეწონა და მე შემოვიდა ამ ხანის დანახვა, რომლითაც მოგზაურობენ უკან მომავალში მსახიობები. ნახეთ, როგორი საინტერესოა და როგორი შთამბეჭდავია აქავრობა. მინდა რომ ახლოდან გადავიღო, აი თუ მომენტს ასაშვალება, რომ რა მაგარია. აი გახსოვთ ალბათ, სადაც ჯდებიან შიგნით. შიგნით რომ ჯდებიან და იფრინავენ უკან მომავალში. ესე იგი Nintendo Switch-ის რაღაცა გამოყოფილი სივრცეა და დგანან რიგში ვითამაშონ. საინტერესოა ძალიან აქავრობა, მე მგონი. საინტერესოა ძალიან, აგერ ახალგაზრდები თამაშობენ.
ძალიან საინტერესო სივრცეებია მოწყობილი. ძალიან დიდია, მინდა გითხრათ და შევეცდები რომ გადავიღო ყველა და ყველაფერი. მე მომწონს ძალიან სიმართლე გითხრათ, ჩემს ბავშვობაში გადავარდი და რაღაცნაირად ცოტა სევდა მომეძალა მეგობრებო. მაგრამ არა, კარგია ყველაფერი. აი, აქაც მოწყობილია და თამაშობენ ბავშვები, თითქოს სახლში აკლდეთ თამაში. ძალიან კარგია ბავშვებისთვის, ძალიან საინტერესო რამები ხდება, მართლა ძალიან კარგი გასართობია. არა მარტო ბავშვებისთვის, ჩემთვისაც დავიკარგე ჩემს ბავშვობაში და ძალიან მიხარია აქ ყოფნა, სიმართლე რომ გითხრათ. აი მეგობრებო, ესე გამოვიყურებით, როცა იარით თამაშობთ რაღაცებს. აი ესეთი სასაცილოები ვართ. რაღაცა ფოტოსესია აშკარად. მე შესანიშნავად მახსოვს, არ ვიცი, ახალგაზრდებს ბავშვებმა თუ იციან, აი ეს რა არის? რას ვაკეთებდით ამით? აი ესეთ ტელეფონებს მოვესწარით ჩვენ, მე პირადად. მე 90-იანის ბავშვი ვარ. და ისე უნდა დაგერეკა, აი? აბა? აუ, მაგარია. მობილია ესეთი კაფეები, ბარები, საკმაოდ ნორმალური ფასებით, ფასებზე რომ აქვს გართულება. ესეთი სამაგიდო თამაშები მოწყობილი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე რატომღაც რაღაცნაირ ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში მგონია საკუთარი თავი. ავიცი ამერიკული საჭმელებით, ჰოტდოგით, ბურგერებით. რატომღაც ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ არის ამერიკული ფილმი და მე ვარ იქ სტუმარი და ვაგვირდები როგორ იღებენ ამ ფილმს. ავიცი. რაღაცნაირი ძალიან საინტერესო და მელანქოლიურია აქავრობა ჩემთვის. ყველასათვის საყვარელი მარიო. ჩემი საყვარელი თამაშია, მინდა გითხრათ. ყველას გვეცნობა. ეხა მუსიკა არის მის ყველას რო გვიყვარს. აქეთაც 90-იანების ბავშვების თამაშები. ეხა მე არ მინდა რომ გადავყო. მაგრამ პატარა ბავშვები თამაშობენ ძალიან დიდი მონდომებით. ყველა 90-იანის ბავშვს რო გვინახავს აი ეს ეკრანი. აი უყურეთ. მოთამაშე ერთი, მოთამაშე მეორე. აი ვერაფერტნიერი ვარ და იცოდეთ. აი ეს თამაში ყველას რო გვითამაშია. უი რა მაგარია. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ გადავარდი ჩემს ბავშვობაში. აბა ვის რა გაგახსენდათ ეხა ამის დანახვაზე? მე მაგალითად გრენდაიზერ წინ და მაგისი მუსიკაც ეხა უბრალოდ არ წავიმღერებ, რომ ქვეყნის სასაცილო არ გავიხატო თავი. მაგრამ გამახსენდა მუსიკაც ამისი. მაგარია. ნარუტო, რომელიც ჩემ ბიჭებს ძალიან უყვარდათ. და ვიცი რომ თქვენც ძალიან გსიამოვნებთ. მინდა რომ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ვიდეო გამომივიდეს და გაერთოთ და ისიამოვნოთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო. რაღაცნაირად ძალიან მონდომებით ვიღებ ამას ყველაფერს. და მგონია რომ ძალიან მოგეწონებათ, რა ვიცი, რატომღაც ესე მგონია ჩემო მეგობრებო.
პერსონაჟები. ამათ ხო ყველას თავისი სახელი აქვს. აი, ვინ ჯონი დეპი. არა, მაგარი. აი, იქით ჰარი პოტერია, უბრალოდ ხალხია ძალიან ბევრი და არ მინდა რომ გამოვაჩინო კადრში. აი. აბა, ვის ამოიცნობთ, დამიწერეთ კომენტარებში, ვინ რას ამოიცნობს. ვეღარ ვჩერდები, ბავშვები მყავს მოყვანილი, მაგრამ მე მგონი მე უფრო კარგად გავერთე აქ, ვიდრე სადაც თუ გამატარებენ ახლა. Passez, merci. აბა, ვირას ამოიცნობს? თუ შეიძლება რომ დამიწეროთ კომენტარებში. და რა ხმთოვანებული ვარ. მესია მომდა ჩემი ბავშვობის გმირების გაცოცხლება. აი ესე ჩაცმულია ხალხი სხვადასხვა გმირების კოსტუმებში არიან გამოწყობილები. არის ესეთი ფოტოს გადასაღები სივრცეები მოწყობილი. ძალიან ლამაზი, ძალიან საინტერესოა თავრობა. მე მაგალითად ბავშვობაში გადავარდი, აღვნიშნე უკვე 1000 ჯერ, მაგრამ დაგანახეთ. ორი ლამაზები არიან, ლამაზად გამოიყურებიან. ესეთი მოედნებია მოწყობილი. ფოტოებს. აქ მიდის სახის მოხატვა. რაღაცები. ძალიან კარგი, ძალიან ბევრი აქტივობებია, მინდა გითხრათ. ეს რაღაც მუზეუმში მოვხვდი. Monster book. გადავიღო ყველაფერი. House of Dragon. აი, გეცნობათ ალბათ ეს მანქანაც Jurassic Park-ის. აბა, როგორი ლამაზი სივრცეა მოწყობილი. აქ ხალხი დგას, საუბრობს და ვერც კი მიხვდნენ, რომ მინდა ცოტა წინდანაც გადავიღო. აბა, თუ იცანით ეს მანქანა, ეს ხე და აბა თუ იცანით ეს ჩემოდნები. დამიწერეთ კომენტარებში. ვისი მანქანა? არა, მაგარი ლამაზია. ჰარი პოტერი. ძალიან ლამაზია. და შიგნიდან რა ხდება? შიგნით
რა ხდება ვნახოთ. რაღაცა ხმებს გამოსცემს. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაა. იმედია რომ გამოგზაურებთ ჩემთან ერთად. ყველასათვის საყვარელი Star Wars-ი. ისევ Star Wars-ი. როგორი საინტერესო კოსტიუმებია. მეგობრებო ესეც ასე მეგობრებო ვიმყოფებოდით Toulouse Game Show-ში იმედია კარგად დაგათვალიერებინეთ იმედია სასიამოვნო იყო მე მაგალითად გადავარდი ბავშვობაში და ძალიან მინდა რომ სწორად ლამაზად მომეწოდებინა თქვენთვისაც შევხვდებით აუცილებლად შემდეგ ვიდეოში მანამდე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი YouTube-ზე Ninis Next Top ასევე გამომყევით TikTok-ზე და გპირდებით ბევრ საინტერესო ლამაზ ვიდეოებს. დიდი მადლობა.